ეს ალბათ ბუნებრივიც გაახლავთ. იგივე მცირე ტრავმების რისკი მინიმუმამდე დაიყვანეს გუნდებმა. განსაკუთრებულად ალბათ მოცემულობას ვერ შეცვლიან ბუნებრივია. შესაძლოა ანგარიში შეიცვალოს ან ერთმა ან მეორე გუნდმა გაიტანოს გოლიან გოლები, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა ალბათ უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ცნობილი იყო. ამოაკო ტრავმა აქვს ვერიელ მოთამაშეს, თუმცა წამოდგა გიორგი ტაბატაძე იყო ეს მოთამაშე, ძალიან სწრაფად წამოდგა 35 ნომერი. თამაში გააგრძელეს. გუნდებმა 91 წუთი დაიწყო. საინტერესოა რამდენი დაემატება. ძალიან დიდი იყო ამ მატჩიც და იგივე წინა შეხვედრაშიც რომელიც გუნდმა წააგო. ნარიმანიძე ეცდება ამბურთზე თამაშს, ტენის ამოაკო მითამაშა ყურადღებით განელმა მოთამაშემ, რომელმაც შეძლო ბურთის მომპოვება, განსაკუთრებულად აღარ გაუმწვავა შების ცხრილის ქვედა პოზიციებზე მყოფი გუნდი ურგებს შედარებით ფავორიტ გუნდს. ეს შემთხვევაა დღევანდელი მატჩის გაგრა, რომელიც იყო სავარაუდოდ არც ის რომ განსაკუთრებული სანახაობა ვიხილოთ ამ დარჩენილ დროში. ამის წინაპირობა ანგარიშიდან გამომდინარე ასიც გააკეთა ციცქიშვილი თამაშგარეშია გეგეჭკორი. თამაშგარია გოლი გავიდა. მოახერხა გოლის გატანა ახალწეულმა განელმა. გოლი ჩათვალა, არ ყოფილა თამაშგარე მდგომარეობა. ესე არ ჩემთვისაც ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ გოლია და აი განელმა ფეხბურთელმა რამდენი წუთი დაჭირდა ძნელი სათქმელი 97-ზე შემოვიდა და სადღაც 91-მე-12 იყო თუ გოლი გაიტანა, არც თავარ წუთელთან მიდის, კი როგორც ჩანს სათადარიგოს კამზე.